სამზარეულო. ეს მე-17 საუკუნეში მოღვაწე ნიდერლანდელი მხატვრის ჰენდრიკ მარტენს ზორგის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1653 წელს შექმნა. სურათზე ორი ქალბატონია გამოსახული. პირველი ქალბატონი, რომელიც მხატვარმა სარკმლის სიახლოვეს გამოსახა, ფეხზე დგას და ვაშლს თლის. მის წინ ვხედავთ თიხის ჭურჭელს. სავარაუდოა, რომ ამ ჭურჭელში ის გათლილ ვაშლებს აწყობს. თიხის ჭურჭლის სიახლოვეს გასათლელად გამზადებული 4 ვაშლის გამოსახულება იკითხება. აქვე ვხედავთ მაღალ და დაბალ თიხის ქოთნებს. აქვეა საჭმლის მოსამზადებლად გამზადებული ფრინველის ხორციც. სარკმელთან ძალიან ახლოს ქალბატონის თავთან თოქზე დაკიდებული კიდევ ერთი ფრინველია გამოსახული. მეორე ქალბატონი ავტორმა ჩამოხლული გამოსახა. ის თევზის გასუფთავებითაა დაკავებული. ქალბატონის მზერა სასურათეს სიბრტყის მარჯვენა ქვედა არისკენაა მიმართული. ის ყურადღებით აკვირდება კატას, რომელიც თიხის ქოთანზე დადებული მეტალის ჯამიდან თევზის მოპარვას აპირებს. ამ ქალბატონის სიახლოვეს იატაკზე მიმოფანტულ თევზებსა და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელს ვხედავთ. ქალბატონებს შორის კიდევ ორი ფიგურის გამოსახულება იკითხება. ისინი ბუხართან სხედან. სამზარეულოს ინტერიერში ყურადღებას არაერთი დეტალი იქცევს. ასეთებია მაგალითად თაროები, კედელზე ჩამოკიდებული სხვადასხვა ნივთი, გალია თუთიყუშით, ხის კარი და კიბე მის სიახლოვეს. ინტერიერი მაღალი სარკმლიდან შემოსული მზის სხივებით ნათდება. ფანჯრის მიღმა ხის დარაბისა და ფანჯრის სიახლოვეს კედელზე აზრდილი სუროს გამოსახულებები იკითხება. ნამუშევარი მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება.